მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ თემურ ბუაძე და ეს არის ჩემი დამამთავრებელი ლექცია კურსისა ქრისტიანული სოხაძველობის საფუძვლები, ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ლექცია, როგორც აღვნიშნეთ, შემაჯამებელია და მისი სახელია ილია მართლის პროექტი ქართული ეროვნული იდენტობის აღსადგენად. შემაჯამებელია იმ თვალსაზრისით, რომ რაც ადრე ჩვენ ვილაპარაკეთ სოხაძველობაზე, იდეოლოგიებზე, ლიბერალიზმზე, თუ როგორ წარმოედგინა მათი გამოყენება ილია მართალს, როგორც პოლიტიკური პროექტი. ილია ჭავჭავაძე იდგა იმ გზაგასაყარზე, როდესაც ახალი მოდერნული ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა ჩამოყალიბებულიყო და ილია ჭავჭავაძის როგორც უზარმაზარი პოლიტიკური მოღვაწის, უზარმაზარი კულტურული ტრეგერის და რაც თავარია წმინდანის მაგალითი გასათვალისწინებელია. მორწმუნე ადამიანებმა იციან, რომ ამ ცხოვრებაში არაფერი შემთხვევით არ ხდება და მით უმეტეს ეკლესიაში. ის რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანია, ილია მართალია, ეს რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი რამ. ბერმო ჩვენთაგან ალბათ იცის თუ რა დატვირთვა აქვს ეკლესიაში წმინდანის ინსტიტუტს. წმინდანია ყველა, ვის უკვე ცხონებულია, ვისი სული უფალთანაა. ამიტომ ეს წმინდანად კანონიზირება ეს რაღაც პატივისცემის აქტი კი არა. ჩვენ რა შეგვიძლია გავუკეთოთ სულს, რომელიც უკვე ღმერთთანაა სათასისფეროში. ეკლესიას წმინდანის ინსტიტუტი ორი რაღაცის გამოყავს. ერთი ის, რომ წმინდანები გვეხმარებიან მათ ლოცვით ვიმართოთ და მეორე, რაც ყველაზე მთავარია, ის არის მაგალითი, მისაბაძი მაგალითი ქრისტიანისა. ამიტომაა, რომ ეკლესიაში თითქმის ყველა ასე ვთქვათ პროფესია შეესაბამება თავისი წმინდანი არსებობს, წმინდანი მეომრები, წმინდანი ეპისკოპოსები, წმინდანი მღვდლები, წმინდანი ერისკაცები, წმინდანი მწერლები, გლეხები და ასე შემდეგ. ეს ყველა ადამიანს უსახავს მის მისაბაძ მაგალითს და ამ მხრივ არის ილია მართალი მისაბაძი. ასევე წმინდანები არსებობს ორგვარი. ერთი ასე რომ ვთქვათ ლოკალური და მეორე უნივერსალური. თქვათ ახლა წმინდა ეფთიმე არის ილია მართალი არის ლოკალური წმინდანი. რას ნიშნავს ეს? თქვათ ჩამოლოცვის დროს მღვდელმა მის ხსენების დღეს ახსენებს ჩამოილოცოს ილია მართლის სახელს, მაგრამ შეიძლება ეს სხვა ეკლესიებში ასე არ იყოს, სხვა ქვეყნის ეკლესიებში. მაგალითად გაბრიელ სალოსი ხდება უნივერსალური წმინდანი, იმიტომ რომ სხვა ეკლესიებმაც დაიწყეს მისი მოხსენება და ჩამოლოცვის დროს და ლოცულობენ და ხატები არსებობს. აი კათოლიკები ამას განასხვავებენ ნეტარი და წმინდანი. მათთან ნეტარი ეს არის ადგილობრივი წმინდანია და წმინდანს ეძახიან, რასაც უნივერსალური სტატუსი აქვს. მე ვფიქრობ, რომ აი ილია მართალიც იმსახურებს უნივერსალური წმინდანი გახდეს. ის მარტო ქართველებისთვის კი არ უნდა იყოს მისაბაძი, არამედ ყველგან მართლმადიდებლებისთვის. რაშია საქმე? ჩვენ წინა ლექციებზე ვისაუბრეთ, ვახსენეთ ნიჩე, რომ ნიჩეს უზარმაზარი გავლენა აქვს. იმიტომ აქვს უზარმაზარი გავლენა, რომ მან ყველაზე სწორი დიაგნოზი დაუსვა იმ ეპოქის ადამიანებს, რომელშიც ცხოვრობდით და ჩვენს იმ ეპოქის ხალხი ვართ. რა თქვა ნიჩემ, რომ ჩვენ მოვკალით ღმერთი. შესერთი ეს ისტორიულად პირდაპირ მნიშვნელობის სწორია, მართლაც მოვკალით ღმერთი იუდეაში, ეს ერთი. რომ მეორე ნიჩე სხვა რამეს გულისხმობდა მაშინ. ეს ის ეპოქაა, რომელშიც ჩვენ ნიჰილიზმში შევედი, ესე იგი მომავალი საუკუნეები არის ნიჰილიზმის ეპოქა. ნიჰილიზმი ნიშნავს, რომ აღარ წამს ადამიანის გულგრილი არიან ყველა ტრადიციული ფასეულობების მიმართ და განსაკუთრებით ქრისტიანული ფასეულობების მიმართ. ამას გულისხმობდა ნიჩე. როდესაც ამბობდა, რომ ჩვენ მოვკალით ღმერთი. დიაგნოზი დაასვა ესეთი, რომ ეს ნიჰილისტების ეპოქაა. ნიჰილიზმი ყველაზე ცუდი დაავადებაა სულისა. აი წარმოგიდგენთ, ისე თქვა მინდა ესეთი ძალიან ხშირად აგრესიული ათეიზმი ტკივილის გამოხატულებაა. ადამიანს აკლია ღმერთი, ამას ტკინეულად განიცდის და გამოხატავს არაადეკვატურად, არასწორად ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლით. ჩვენ ვახსენეთ ადრე სარტრი ამბობდა, რომ ადამიანიო თავის სულში ატარებს უზარმაზარ ხრელს, რომლის ამოვსება არ შეუძლია ორმოს და ყრისში ყველაფერს ასეც ხელი მიუწვდება. საიდან მოიტანა ეს შედარება სარტრმა? თუ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ სახარებაში რასგებუნება უფალო, ადამიანი გულში ატარებს სათასასუფეველს, როდესაც ღმერთი აღარ წამს სათასასუფეველს, მაგრამ მის გულში არის უზარმაზარი ხრელი და არ იცის ის როგორ ამოავსოს. აი ძალიან ბევრი ათეისტი, რომელიც მებრძოლია იესო ქრისტეს წინააღმდეგ,
აი ეს ტკივილის გამოხატულება და ასეთი ათეისტები, მებრძოლი ათეისტი შეიძლება ძალიან დიდ მორწმუნედ იქცეს. აი პავლე მოციქული ამის მაგალითია, მდევნელი იყო იესო ქრისტეში და დამასკოს გზაზე გახდა მერე თავდადებული მოციქული ქრისტესი. და ნიჰილიზმი უკვე ძალიან შორსაა. ნიჰილისტები არიან გულგრილები ღვთის სიტყვის მიმართ. ძალიან ძნელია მათი გვერდისაგან მოbrunება. აი ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ კიდევ. წარმოიდგინეთ, მომაკვდავი ავანტყოფი, გონება აქვს წასული. და აი დაკარგულია და ექიმს უნდა ის შემოაბრუნოს და შეიძლება რაღაცა აი თქვა გაუკეთოს ტკივნეული რაღაცა პროცედურა და უცებ გამოფხიზდეს აი ეს მომაკვდავი ადამიანი და დაუწყოს შხუბი ექიმს ატომ მატკინე, ექიმს გაუხარდება. მიუხედავად ისა შეიძლება აგინებდეს მაშინ, რომ პრორეაქციული იყო, უპასუხა ექიმის პროცედურას და ცოცხალია. მაგრამ თუ კი არაფერზე აღარ რეაგირებს პაციენტი მომაკვდავი ადამიანის ნიშანია იმისა, რომ ის საქმე წასულია, ხო? აი რაღაც აზრით ნიჰილიზმი ასეთია. აი ამაზე ლაპარაკობდა ნიჩე და აი რატო უკავშირებთ თავთ ილია მართალს? იმიტომ ილია მართალის ენა მამული სარწმუნოება, რომელსაც ლაპარაკობს, ეს არის ერთადერთი ბოლო გზა ასეთი ადამიანების შემოსატრიალებად ღმერთისაკენ. აი წარმოიდგინეთ, ადამიანი ნიჰილისტია, მას აღარ აინტერესებს არაფერი, რაც ჩვენ საუკუნეშია. აი კონსუმაციური საზოგადოება და გლობალიზაცია ამას არ ნიშნავს. გლობალიზაციის თავარი საყრდენი რა არის? რომ გლობალიზმი მოდის იქიდან, რომ ადამიანში ხედავენ მხოლოდ კონსუმატორს. ისე გლობალიზმი ხედავს, რომ ადამიანს სხვა არაფერი არ აინტერესებს გარდა რაღაცის შეძენისა. და აი წარმოიდგინეთ, ადამიანი რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი ბედნიერებისთვის სჭირდება მხოლოდ რაღაცები ვიყიდო. ასეთ ადამიანს რა აწყობს? ყველანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები საერთოდ არ არსებობდეს. რატომაა თქვა აიფონი ამერიკაში უფრო იაფი ვიდრე სხვაგან, აი თქვა საქართველოში. იმიტომ რომ ამერიკაში წარმოებულმა აიფონმა უნდა გამოიაროს უამრავი საბაჟო და ჩამოვიდეს საქართველოში და ეს უმოწევს ფასს, ხო? და საქართველო იყო და კიდე ევროპის რომელიმე ქვეყანა. აი გლობალიზმი ლაპარაკობს რას? არ უნდა არსებობდეს საზღვრები ეროვნული, ნაციონალური, ეკონომიკური და ყველაფერი უნდა გამჭვირვალე იყოს ძალიან, როგორც ფინანსური ნაკადები, ასე წარმოება და პროდუქტები და ეს ყველაფერი წარმოშობს გლობალისტურ მიზეზებს, რომელიც მოითხოვს ნიველირებას ადამიანებსაც ყველა სხვა გარდა პროდუქტების და მისი მოხმარებათა კონსუმაციისა. აი ეს სამწუხაროდ ამ ეპოქაში ვცხოვრობ. ნიჰილიზმის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ადამიანს აღარ აქვს არავითარი სიწმინდე გარდა მიწიერი კომფორტისა. სამწუხაროდ ამ ეპოქაში ვარ. და ამ დროს ყველაზე აქტუალურია ის, რასაც ილია მართალი აკეთა თავისი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით, თავისი პრინციპით ენა მამული სარწმუნოება. რას გულისხმობ ამას? როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გულგრილია ღმერთისადმი თქვა. მაგრამ ასეთ ადამიანებს შეიძლება იყვნენ პატრონი და უყვარდეს თავისი ქვეყანა, თავისი კულტურა, ხო? ასეთ ადამიანებს უნდა აჩვენო, რომ რელიგია დიდი რამე მოუტანა შენს კულტურას და შენს ცივილიზაციას და შენს ეროვნულ იდენტობას. აი საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც გულგრილია რელიგიის მიმართ, მაგრამ თავისი ქვეყანა უყვარს, ასეთ ადამიანები ბევრია პატრიოტია. აი ეს ადამიანს უნდა დაანახო, რომ შენი ქვეყნის კულტურა, შენი იდენტობა, შენი ეფუძნება ქრისტიანულ რწმენას. აი რომ ნახოთ, კულტურა რა არის? ჩვენი ლიტერატურაა. ქრისტიანული ლიტერატურაა. ქართული კაცი რო ფიქრობდა ვინ არის ქართველი, ჩემი თავი ეფუძნებოდა ამაზე ვისაუბრებ, ეფუძნებოდა თავის რწმენას. ეს ადამიანის თვისება, რამაც სიკეთე მოუტანა იმას, რაც შენ გიყვარს, გიჩნდება მისადმი სიმპათია. თანამედროვე ეპოქაში პატრიოტიზმი, შენი ქვეყნის სიყვარული, შენი კულტურის სიყვარული ერთ-ერთი გზა არის ღმერთთან მისასვლელად. ამას გულისხმობთ. გადავიდეთ ახლა ილია მართალზე. ილია მართალი არის უზარმაზარი ფიგურა, როგორც აღნიშნე. გამორჩეული პიროვნება ბევრი თვალსაზრისით. ბევრი დიდი ადამიანი ყოლია საქართველოს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არ იყვნენ როგორც ილია მართალი. ილია მართალი იდგა, როგორც გითხარით, არჩევანი ჰქონდა ქართველებს, რა გზით წასულიყვნენ. როგორ უნდა ყოფილიყო მათი სახელმწიფოებრიობა. და აი ილია მართალმა გვიჩვენა გზა ქართველებს. როგორ უნდა იყოს ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ უნდა ქონდეს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენს გარშემოყოფი სახელმწიფოებისადმი, რუსეთი იქნება, ევროპა იქნება, ლიბერალიზმი იქნება, მონარქია თუ ასე შემდეგ. და ილია არის ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელი. ილიას ეძახდნენ, რომ ის იყო თვითონაც ლაპარაკობდა, რომ ის იყო ლიბერალი და მისი მოწინააღმდეგეები ეძახდნენ, რომ ის არის გურალი ლიბერალი, აკრიტიკებდნენ. ილია სიამაყით ატარებდა ამ სახელს, იმიტომ რომ კარგად ესმოდა ლიბერალიზმი რა იყო.
საერთოდ თავიდანვე როგორც კი ჩაისახა ლიბერალიზმი, ჩვენ წინაერთიაზე ვახსენეთ თქვით ეს, რომ ამბივალენტული იყო, ყველას არ ესმოდა. რატომ? იმიტომ ლიბერალიზმი უკავშირდება თავისუფლების ინსტიტუციონალურ ცველია, იცავს. მაგრამ თავისუფლება ძალიან რთული გასაგებია, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. ამიტომ ძალიან ბევრი მტერი ყავდა და ილია ამბობს, რომ ეს იცოდათ იმ ეპოქაშიც. არა მარტო ეხლა ყავს ლიბერალებს ბევრი მტერი, მაშინაც, მაგრამ კარგად უნდა იცოდეთ, რომელი ლიბერალიზმს გულისხმობ და რა ლიბერალიზმს ელაპარაკობ. აი თვითონ ესეც რაღაცას წერს. ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს. და არ იცის კიცნობა აზრისა. თუ ქვეშ რა უწერია ეს აზრი ამა თუ იმ ფერისაა. ესე ბევრი ლაპარაკობს ლიბერალიზმი, მაგრამ ყველას არ გაიგება ერთნაირად თუ რა არის. და მე ლაპარაკობს ჩვენი ლიბერალიზმი როგორი უნდა იყოს. აი ეს ძალიან საინტერესოა, რას გულისხმობს ილია. ჩვენებური ლიბერალები სულ სხვა რამეზე უნდა მოიქცეს. თელის თავისის ძალღონითა. ის სხვა რამე უნდა იყოს ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა. და დაცვა ყოვლის მოსალოდნელის ფათერაკისაგან. ყველა ვისაც რამ შეუძლიან ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი. სკოლა, ბანკია თუ თეატრი. ყველაფერს სულ კარისკენ უნდა მიუბრუნოთ თავი. ხედავთ ესე რას ამბობს ილია. ესე იგი ჩვენებური ლიბერალური სხვანაირი უნდა იყოს, სწორად ესმის. ილია ძალიან კარგად იცნობდა ლიბერალიზმს. სხვადასხვა ლიბერალობა არსებობს, მაგრამ ჩვენი ლიბერალიზმი სხვა უნდა იყოს და ლიბერალიზმი აკისრებს დაცვის ფუნქციას. ილია კონსერვატორია. ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობა. ეხლა თანამედროვე ეპოქაში ლიბერალიზმი ესმით როგორც თვით გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება. კაცი ვარ, ქალი ვარ, თვითონ იცავს ადამიანი, როგორი ცხოვრების წესი უნდა აბსოლუტურად ყველაფერს ამაში იცავს, მაგრამ ილიას ამისთვის არ უნდა ლიბერალიზმი. ლიბერალიზმი ესმის როგორც ძველის დაცვის კონსერვაციის ინსტიტუციონალური პრაქტიკა. კონსერვატორი ვინ არის? კარგი გაგებით. კონსერვატორი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არჩევს რა არის პირველხარისხოვანი, რა არის მეორეხარისხოვანი და მისდევს ცვლილებას, ცვლის მეორეხარისხოვანს, რათა კარგად შეინარჩუნოს თავარი. აი ესა ლიბერალიზმი ნიშნავდა მაშინ ილიას დროს შეეცვალა რაღაც. მაშინ იყო საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილი, გუბერნია და ითხოვდა ლიბერალობას, ითხოვდა როგორც ცვლილებას, მაგრამ ეს ცვლილება უნდა რაღაც მთავარი შესანარჩუნებლად. ლიბერალების სიმბოლო არის იალქნიანი გემი. რატომ? იმიტომ რომ აი ნამდვილი კონსერვატორის არს გამოხატავს. იალქნიანი გემის მუდმივი ამოცანაა გემის კაპიტნის, რომ მიიყვანოს გემი თავის პორტში მშვიდობით, მაგრამ ამისთვის ის იძულებულია გამუდმებით ცვალოს იალქნების მდგომარეობა იმის და მიხედვით როგორ იცვლება ქარი. თუ არ შეცვლის ამას, ვერ მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ხო? რაღაცა უნდა ცვალო. აი ილია ლაპარაკობდა ქართული გული და ევროპული ტანსაცმელი ამას გულისხმობდა. რომ შენ ქართული ფასეულობები უნდა გქონდეს, მაგრამ შენი ტანსაცმელი, ანუ მოქმედების და ინსტრუმენტები, ინსტიტუციები უნდა იყოს ცვალებადი, ამიტომ შემოიტანა ეს ლიბერალიზმი შემოიტანა როგორც რაღაცის დაცვის ფორმა. ჩვენ ხო ვთქვით, რომ პოლიტიკური ლიბერალიზმი სწორედ ასე ჩამოყალიბდა, რომ დაეცვა ადამიანების თავისუფლება და ძველი პრაქტიკა ახალი მონარქის მიერ შემოტანილი ცვლილებებისაგან, სეკულარული ტენდენციებისაგან, რომ წაერთმია პარლამენტისთვის, ადამიანებისთვის თავისუფლება, კერძოსაკუთრება, სიცოცხლის უფლება და ასე შემდეგ. ამის დასაცავად შემოვიდა ილიაც ლიბერალის ზუსტად აი ამ თვალსაზრისით უყურებს და იცავს. აი ჩვენ თუ ბიბლიას დავაკვირდებით, იგივე არ ხდება. იესო ქრისტე მოვიდა, იესო ქრისტე ლაპარაკობს ერთი მხრივ, რომ მე იოტაც არ შემიძლია წინასწარ მოწყობებიდან, ისაც იდენტობაა მთავარი ჩვენი რწმენით, რომ მესია უნდა მოვიდეს, გამოიხსნას. ეს უცვლელია, არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჯული, მოსეს შაბათის წესი. უარყოფს ეკლესიას და შემოიტანა ახალი აღთქმის ცხოვრება. ეს არ არის. ყველგან სულიერი ცხოვრებას აიღებ. პოლიტიკურ ცხოვრებას აიღებ. თუნდაც მეცნიერებას აიღებს, ყველგან ჯანსაღი კონსერვაციული პრინციპი უნდა არსებობდეს. აი მეცნიერებაში უზარმაზარი გადატრიალება მოიტანა ნილს ბორმა, ხო? აი მისმა კოპენჰაგენის სკოლამ კვანტური ფიზიკა, რადიკალურად შეცვალა წარმოდგენა ფიზიკაზე. როდესაც ეკითხებოდნენ ნილს ბორს, როგორ ჩამოყალიბდა კვანტური ფიზიკა, თქვა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად ცნობების შეგვენარჩუნებინა ის თავარი, რაც კი არსებობს.
ის გარშე, ანუ რა, თქვათ ენერგიის შენახვის კანონი და სხვა. ცვლილებები შექონდათ აი კვანტური ფიზიკის პრინციპები, რომელთაც თქვათ აი აინშტაინის ფარდობითებს და კლასიკური ფიზიკის განაცხადებს. უნდათ შეეცვალათ ის, რაც მეორე ხარისხოვანია, რაცა შეენაშრუნებინათ ის, რაც მთავარია. და ილიას ლიბერალიზმიც, ლიბერალური დემოკრატიასაც ასეთ ლიბერალური დემოკრატია. ის მოვიდა არა იმიტომ, რომ დაენგრია რაღაც. არა იმიტომ, რომ რადიკალურად შეეცვალა და გაერყუნა საქართველოს. თქვა თავის ლიბერალიზმის და თავისუფლებით, როგორც აკრიტიკებდნენ, არამედ რათა შეენარჩუნებინა ის მთავარი, რის გარეშეც საქართველოს არ შეუძლია არსება. აი ჩვენ ახსენეთ აქ რომ თქვით, რომ ჩვენი ლიბერალური სულ სხვა რამეზე უნდა მოიქცესო. თელის თავისი ძალღონით ეს სხვა რამე უნდა იყოს ჩვენი დაცემულის ვინაობის აღება. რა არის ვინაობა? ვინაობა არის თანამედროვე ტერმინი, ეს არის იდენტობა. ილია ლაპარაკობს. ყველაზე მთავარი პრობლემა, ამას ჩვენ ვთქვით, მთავარი პრობლემა ქართველებისთვის ეს არის იდენტობა, ეროვნული იდენტობის აღდგენა. აი ჩვენ არ ვიცით რანი ყოფილვართ, არ ხედავთ რანი ვართ და ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. თუკი კონსერვატორმა რამე უნდა შეინარჩუნოს, უპირველეს ყოვლისა უნდა შეინარჩუნოს და იზრნოს თავისი ეროვნული იდენტობის აღდგენაზე. ამაზე ვიტყვით ჩვენ. და რა პრობლემა იყო? შემთხვევითი არ არის კიდევ ვიმეორებ, რომ ილია მართალი წმინდანია, იმიტომ ჯერთი იცოდა კონსერვატიზმსაც იცნობდა ლიბერალიზმის გასნობილა მისი პუბლიკაციებიდან ჩანს, რომ როგორ გულმოდგინეთია ეცნობოდა ლიბერალიზმს. და ასევე ბევრს ვფიქრობდა ამაზე. აი რაშია იცით საქმე? იდენტობა არსებობს ორგვარი. ერთი სეკულარული იდენტობა და მეორე რელიგიური იდენტობა. შეიძლება შენი ეროვნული იდენტობა პიროვნულის და ეროვნული იდენტობას დაინახო სხვადასხვანაირად. აი სეკულარული სივრცეში იდენტობა და რელიგიურ საზოგადოებაში სხვა ტრადიციულ საზოგადოებაში სხვადასხვა. აი რას გულისხმობ ისი თქვა მინდა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით აი მოდერნზე, პოსტმოდერნზე და ამაზე თქვით რომ ტრადიციულ საზოგადოებაში ჰოლისტური ხედვა არსებობს საზოგადოებისა, ხომ? რომ ღმერთი ქმნის სამყაროს და ადამიანებს და ყველაფერს წინასწარ განზრახულობით და საზოგადოების ჰოლისტური ხედვა შენ უნდა იპოვო ის ადგილი და ემსახურო ღმერთს იმისთვის ის გაგაჩინო. მაგრამ თუ კი ღმერთი არ გწამს, მაშინ ყველაფრის საფუძველი თქვით არის რა? რაღაც აგურებ, ყველაფერი ქვემოდან ინდივიდებია, საზოგადოება არის უბრალოდ ჯამი ინდივიდებისა. თქვით რომ თუ კი ყველაფერი ქვემოდან მოდის, ყველაფერი მატერიალურისაგან შედგება, მეცნიერება ეძებს აგურებს, ატომებს, ელემენტარულ ნაწილაკებს, ის განაც ყველაფერი შედგება და სოციოლოგია და პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა აპელირებს ინდივიდუმებით და ინდივიდებით. თითოეული საზოგადოება ეს არის ინდივიდების ჯამი. აი ეს ფორმულა გამოსახა მაქს შტირნერმა ყველაზე კარგად. აი ითვლება რომ ეს ინდივიდუალიზმის რომელიც ჩამოყალიბდა რენესანსის დროს და აქედან მოდის ინდივიდუალიზმის პრინციპები ყველაზე კარგად გამოთქვა მაქს შტირნერმა, უკიდურესი ინდივიდუალისტი იყო თავის ცნობილ შრომაში. ასე გერმანულად ასე ჟღერს der einzige und sein Identium, ანუ ერთადერთი და მისი საკუთრება. ყველაზე საუკეთესოდ გამოთქვა ინდივიდუალიზმის პრინციპი. ეს რა არის? ეს არის გააცნობიერო შენი ინტერესები. პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, კულტურული სხვა და დაიცვა ის. აი ეს თანამედროვე სეკულარული სივრცეში ინდივიდუალიზმი ეს არის შენი განსხვავების გამოკვეთა, შენი უფლებების ჩამოყალიბება, ყველას გააგებინო ის და დაცვა მისი და დაპირისპირება სხვასთან. ამიტომ ლაპარაკობდა ილია ჭავჭავაძის დროს ყველა ლაპარაკობს ნაციონალიზმზე. ნაციონალიზმის ეპოქა, როდესაც იმპერიები ინგრევა და ნაციონალიური სახელმწიფოები ყალიბდება და ილიას ლაპარაკობს ამაზე და ყველამ შეიმოსაო ნაციონალობაო და ამ ნაციონალობაო გერმანია იქნება თუ იტალია იქნება გააერთიანა ერთგვარტომობის მქონე ხალხი, რომლებიც დაფანტულები და დაქსაქსულები იყვნენ, აი გერმანია დაყოფილი იყო უამრავ სახელმწიფოდ და იტალიაც ესეა და ეს ილიას დრო არის, როდესაც იტალია ყალიბდება ერთიან სახელმწიფოდ, ხო 1862 წელს შეიკრიბა იქ პარლამენტი და გამოაცხადეს, რომ აი ჩვენ იტალია შევქმნით, ახლა იტალიელები უნდა შევქმნათ და ასე გერმანიაც ერთიანდება, ხო ნაციონალიზმის და ირლანდია და ასე შემდეგ. და ილიას ლაპარაკობს, მაგრამ საოცარი რა არის, რომ ილია ლაპარაკობს ერის ახშენებაზე ერთი საუკეთესო ციტატა მინდა მოიყვანო. დღესდღეობით რამდენიც არ უნდა ეხვეწოთ უცხოელებს. გაგვიცანით, შეგვიყვარეთ, შეგვიცოდეთო. ყურადღებას არავინ მოგაქცევთ. შექმენით ერი ერთი მიზნით შეერთებული. ერთი სურვილით აღფრთოვანებული. კულტურით შეკავშირებული და თვითონ გაგიცნობენ, თვითონ მოვლენ, თვით გაიგებენ თქვენ ჭირვარამს.
თორემ სად ყოფილა ისეთ ერთს რაიმე პატივისცემად დაემსახურებინოს, რომელიც თავის თავს ვერც კი იცნობს, თავის მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევს. გზნობით და გონებით ჩამოჩვენილი. ხედავთ ეს ციტატა რატომაა მნიშვნელოვანი. როგორც ვთქვით, ყველა ლაპარაკობს ნაციონალურ იდენტობაზე. ნაციონალური იდენტობა ეფუძნება სახელმწიფოს, რომ შენ გაქვს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, კარგი პარლამენტი, ძლიერი ეკონომიკა, კარგი ხელისუფლება, რომელიც იცავს შენს ნაციონალურ ინტერესს. განა ეს ცუდია. ძალიან კარგია და აუცილებელი. მაგრამ რატო ლაპარაკობს ილია, რომ შექმნით ნაციონალური იდენტობა მოცემულია რაღაცნაირად, და შენ გაქვს მოცემული გეოპოლიტიკური სივრცე, შენი გეოგრაფია, გეოპოლიტიკური ინტერესები, სახელმწიფოებრიობა, ეს არის მოცემულობა და აი მოცემულობას ითვალისწინებ. მაგრამ რელიგიურ კონტექსტში იდენტობა სულ სხვა რაღაცაა. თუ სეკულარულ კონტექსტში იდენტობა ეს არის დაცვა შენი ინდივიდუალური ინტერესების, როგორც მარკს შტინერი ამბობს, რელიგიურ კონტექსტში იდენტობა ეს არის იპოვო-მსახურების ფორმა, რისთვის გაგაჩინა ღმერთმა, ხო? ჩვენ ხო ასე ვთქვით, რომ აი ტრადიციული საზოგადოებაში ჰოლისტური ხედვა, ანუ ისინი ფიქრობენ, ღმერთმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ხელს ხელის ფუნქცია მიცა, თვალს თვალის, თავს თავის, ყურს ყურის და შემდეგ. ხელი თვალის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ყური ცხვირის ფუნქციას. ყველამ უნდა იპოვოს თავისი ადგილი და თავისი ადგილიდან ემსახუროს მთლიან. აი ამას გულისხმობს ერის შექმნაში, აი როცა ლაპარაკობს ილია, შექმნით ერთი მიზნით შეერთებული, ერთი სრულით აღრთოვანებული, კულტურით შეკავშირებული. გესმით, აი აქსიოლოგიურია. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანი პიროვნება არის აქსიოლოგიური არსება, ანუ რა, ფასეულობებით უნდა იყოს ორიენტირებული და უნდა იცოდეს ამ ფასეულობებიდან რომელია მთავარი და რომელი მეორე ხარისხი. შენი იდენტობა ყალიბდება და რეალიზდება რელიგიურ კონტექსტში, მაშინ როდესაც შენ იცი, რას უნდა ემსახურო და რა უნდა დაიცვა, რისთვის თავი უნდა გაწირო. არა ეგოისტური ინტერესებით, არამედ სახურება, ღმერთისაგან დაწესებული სახურება და ეს რელიგიური იდენტობა აერთიანებს ადამიანებს და არა პირისპირებს. აი ილია ხვდებოდა ამას, რომ ჩვენი ქართული ვინაობის, ანუ იდენტობის აღსადგენად აუცილებელი იყო რწმენა. რწმენა არის საწყისი. აი რას ლაპარაკობს მე? კარგი გავიგეთ, უნდა ვემსახუროთ და ჩვენი იდენტობის აღდგენა, მაგრამ რას უნდა ემსახურო? და ილია ამასაც ლაპარაკობს, აი სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან, მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. ესე იგი, ილია ამბობს, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა ახლა არის, რომ ჩვენი იდენტობა არის კრიზისის ქვეშ. შეიძლება დავკარგოთ ჩვენი იდენტობა. და ამ იდენტობის აღსადგენად უნდა ვემსახუროთ სამ რაღაცას, აი ჩამოთვლის ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება და რას გულისხმობს. რატომ ფიქრობდა ილია ჭავჭავაძე, რომ ჩვენი იდენტობა კრიზისის ქვეშ იყო დაღუპვის წინაშე ვიდექით? იმიტომ რომ აი ეს ჩვენი იდენტობის სამი საფუძველი, ენა, მამული, სარწმუნოება იყო დაკარგვის რისკის წინაშე. ვინ გააკეთა ეს? გააკეთა რუსეთის იმპერიამ. რუსეთის იმპერიას უნდოდა ასიმილაცია, სრული დაგვიკარგა ქართული იდენტობა. და როგორ აკეთებდა? ამ სამ ელემენტს ებრძოდა. ქართულ ენას დაკარგული ჰქონდა კულტურის ფუნქცია და ადმინისტრაციული ფუნქციაც რუსულით იყო ჩარანაცვლებული. ქართველებს უკწარავდნენ ქართული ენა შეესწავლათ, ხო? ადმინისტრაციის ფუნქცია არ ჰქონდა. სპეციალურად ეხმარებოდნენ რუსები, რომ მეგრელებს ელაპარაკათ მეგრულად. აფინანსებდნენ, რომ მეგრულად გადაეთარგმნათ ვეფხისტყაოს, და სახარების გადათარგმნას უპირებდნენ მეგრულად. გამოყოფა უნდა სეპარატისტულ განწყობებს კულტივირებას ახდენენ და ამიტომ იყო ილია რომ ჩავიდა სამეგრელოში, თქვა სამეგრელოში ჩავიდა საქართველოს ნახეო. რატო? იმიტომ რომ აი უნდათ რომ ქართულად ახალი ლაპარაკათ. მე შევიტყვით გენას ამნიშნულობა აქვს ესა. მეორე, სახელმწიფოებრიობა წართმეული ქონდა საქართველოს. გუბერნიად იყო ქცეული, პერიფერიულ გუბერნიად. წაართვეს მეფობა, ეს არც მტერს არ გაუკეთებია. მუსულმანებს და იმას არ წაურთმევიათ მეფობა, წაართვეს რუსებმა და მესამე, გიმტკიცებდნენ ქართველებს, თქვენ ნამდვილი მართლმადიდებლები არ ახართ. ჩვენ ეკლესიებს თეთრად ღებავდნენ და ამოთხრა უნდათ წმინდა ნინოს საფლავის. რატომ უნდა ეთქვა, თქვენ ნამდვილი მართლმადიდებლები არ ხართ, ჩვენ შემოგიტანეთ მართლმადიდებლობა. აი ესეთ მდგომარეობაში იყო საქართველო. და ამიტომ ლაპარაკობდა ილია მართალი, რომ ჩვენ იდენტობას ვერ აღვიდგენთ აი ამ სამი საუნჯის, ასე რომ ვთქვათ, მსახურების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ილია მართალი არ იწყებს ჯერო სახელმწიფო გქონდეს.
ძლიერი სახელმწიფო. უპირველეს ყოვლისა უნდა დავიწყოთ აღდგენა აი ამ ენა, მამული და სარწმუნოება. რატომ ამ მნიშვნელოვანი ენა, მამული და სარწმუნოება ილიას არ გამოუგონებია, უბრალოდ იცოდა. აი, ნახეთ, შესაძლოა. სალამ გადავიდოდეთ უშუალოდ ცალკე თითოეული მათგანის დახასიათებაზე. ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბურჯი ეს არის გრიგორ ხანძთელი. ჩვენ ხო ვიცით ისტორიიდან გრიგორ ხანძთელის დროს იბადება და ძლიერდება ერთიანი საქართველოს იდეა. ის არა მარტო წმინდანია, ის ქართული სახელმწიფოებრიობის ერთიანი სახელმწიფოების სათავეებთან დგას გრიგორ ხანძთელი. გრიგორ ხანძთელის ცხოვრების აღწერილი როგორ განმარტავს საქართველოს? საქართველოს არის მიწა, ქართლად ისეთი ქვეყანა აღირაცხების, სადაცო წირვა-ლოცვა ქართული ენით აღესრულების. ხედავთ, აი ეს სამი ელემენტი, ესე იგი, ერთი წირვა-ლოცვა, წმენა, მეორე ქართული ენა, ქართული ენის სადაც აღესრულების, აი წირვა-ლოცვა, ის არის საქართველოს ტერიტორიას შემოსახვას. ეს სამი ელემენტია ჩვენი ქართული იდენტობის, ეს არის წმენა, ენა და მამული. ანუ ტერიტორია, მამულად აღიქმება ის სიწმინდეები, რომელიც ამ წმენას მოაქვს. აი როდესაც მე-17 საუკუნეა, ჩვენთვის ძალიან კრიტიკულია როსტომ ხანი, რომელიც მუსულმანი იყო და ანგრევდა ქართულ იდენტობას, ასიმილაციის პოლიტიკა ჰქონდა. აი ეგ რომ გამოსულიყო, აქედან გამოჩნდა კიდევ ეს სამი დიდი ავტორი, რომელიც ამ სვეტის აღდგენა უნდა, ხომ სულხან საბა-ორბელიანმა დაწერა სიტყვის ქონა, ანუ თვითონ უწერია რომ აი ეს ლექსიკონი შევადგინე, იმიტომ რომ ქართულებს ავიწყდებათ ქართული ენა. ანტონ კათოლიკოსი წერს დოგმატიკონს, რათა აი წმენა დოგმები ისწავლონ კარგად ქრისტიანებმა და ვახუშტი ბატონიშვილი წერს აღწერას ქართლის სამეფოსას, ხომ? კიდევ მეორე ბილია ჭაჭაოცოც ლაპარაკობს ენა მამული სარწმუნოება შემთხვევითი არა. და შენი იდენტობის გასაძლიერებლად უნდა ემსახურო აი ამ საუნჯეს, რომელიც მოდის ჩვენი წინაპრებისაგან და იმიტომ შეინარჩუნეს ეს წმენა რომელს. რატომ არის ახლა ეს სამი უაღრესად მნიშვნელოვანი? დავიწყოთ რა თქმა უნდა წმენა. აი თქვენ ალბათ ბიბლიაში ხვდებით ესეთი სცენები, რომელიც საოცარია და ყურადღებას იმსახურებს. აი მაგალითად რა. პავლე მოციქული, რომელიც დევნის ქრისტიანობას, მოდის დამასკოს გზაზე, სავლე და გამოეცხადება ღმერთი, მოიქცევა ის ქრისტიანად და დაარქმევა პავლე. ასევე აი როდესაც იაკობი ეჭიდაობა, ღმერთს ეჭიდაობა ამ შემთხვევაში აღნიშნავს მთელი ღამე ლოცულობს და ეშინია მისი ძმისა, რომ მისმა ძმამ არ ამოხოცოს მისი ოჯახი, მთელი ღამე ლოცულობს, ანუ ჭიდავს, არ უშვებს ღმერთს. აი იხილავს ღმერთს და ღმერთი დაარქვევს მას ისრაელს, რაც ნიშნავს უფლის მხედველს. როდესაც გამოეცხადება აბრაამს და სარას, გადაერქვათ სახელი აბრაჰამი და სარა, ხომ? შეეცვლებათ სახელი. როდესაც მოდის ეს ტრადიცია, როდესაც ადამიანი ხდება, ეკურთხება სასულიერო პირად, ან ხდება ბერი, ან მონაზონი, იუცლება სახელი. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ძველად სახელი იყო იდენტობის აღნიშვნის სიმბოლო. როდესაც შენ შეხვდები ღმერთს, როდესაც იწყება შენი ახალი ცხოვრება, როდესაც იწყება მსახურების ახალი ფორმა, შენში იბადება ახალი იდენტობა. ანუ რას ამბობს ბიბლია, წმინდა წერილი რას გვეუბნება? შენი იდენტობის ყველაზე მაფორმირებელი, ყველაზე მთავარი ფაქტორი ეს არის რელიგიური რწმენა. ეს როგორც ერთი პიროვნების შემთხვევაში, ასევე მთელი ხალხის შემთხვევაშიც ესეა. თქვით ხო იაკობს დაერქვა სახელი ისრაელი. მის თავმავლობასაც ქვია ისრაელი. ერთი კაცის სახელი ქვია მთელ ხალხს. რატომ? იმიტომ რომ იაკობის თავმავლი არის ისრაელი დაერქვა, იმიტომ რომ აი ხალხი ხედავს და უნდა ხედავდეს, კონდეს ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი ხედვა ღმერთისა. ამიტომ დაარქვა ისრაელები. წმინდა წერილი ამითაც გვეუბნება, რომ ერის იდენტობის მთავარი მომენტი წმენა, აი მერჩულეც ამას ლაპარაკობს. და ქართველებმა იციან, ქართველი მეფე იქნება თუ კაცი იქნება, იცის. თუ დაკარგავენ აი ამ წმენას, დაკარგავენ თავიანთ იდენტობას. აი ჩვენ ვახსენეთ მოსეს რო გამოყავს ებრაელი ხალხი ეგვიპტის მონებისაგან. სახელმწიფოებრიობა არა აქვთ. არაფერი სახელმწიფო ინსტიტუტები არ აქვს. აი ღმერთმა დაავალა მოსეს, რომ ტყვეებიდან, როდესაც გამოყავთ ებრაელი ხალხი, უნდა გამოძერწოს მისგან ერი. აქვთ ერთი რა, ერთსა აქვს ჭეშმარიტი რწმენა, მოსე ასწავლის ვინ არის მისი ნამდვილი ღმერთი, მიუძღვება მას სასწაულებრივად. ღმერთის მეტი არაფერი არ აქვს. ღმერთი ღამე ცეცხლოვანი სვეტით ეცხადება და უჩვენებს გზა და დღე ჩtildeავს ღრუბელ სულესო, დღე დაიცვას მზისაგან და მოსე ახსენს სასწაულებს. არც ტერიტორია არ აქვს, არაფერი, ერთ-ერთი მახსოვრობა აქვს აი ეგვიპტეში მონობისა, რომ მისგანაც უნდა გამოიხსნას უფალმა. აქვთ ხოლმე და მხოლოდ რწმენა და ტაძარი, კარავი, რომელთაც მოძრაობენ. ამ ხალხის გამოძერწვა, ერად ჩამოყალიბება იწყება რწმენით. ერთადერთი
ინსტიტუტის საერო, რომელიც შედის, ეს არის სასამართლო დაარსა, რომელიც სახელმწიფო ფუნქცია ერთი. სიმამრმა, რომელიც წარმართი იყო, მოსესი ურჩია, რომ აი დაარსეო პატარა სასამართლოები, რომლითაც გაარჩევენ საქმეს და ყველაზე მთავარი მოაშენთა. ესე ძალიან ღრმა სიმბოლოა. ამით ღმერთი გელაპარაკება, შენი იდენტობის განსაზღვრელი არის შენი რწმენა, ხო, სახელმწიფო ინსტიტუტები შეიძლება წარმართებისგანაც აიღო. და შეიძლება ცვალო. აი ილიაც მაგას ლაპარაკობდა. მოწინავია შენ ეპოქაში თქვა ირანის ცივილიზაცია, ირანის ინსტიტუციები გადმოიღე. ევროპულია, ევროპულის გადმოიღე. თავარია შენი იდენტობა, შენი ფასეულობები, შენი რწმენა შეინარჩუნო. და რო ჩამოდის გზავრის წერილებშია, რო ხდება ლელდღუნიას, ილია, ის ლელდღუნია ეუბნება შენ რა ქართული ხარო. რუსული ტასაც რუსული კი არა, ევროპული ეცო ურევდა ისა. ილია ეუბნება ტასაცმით კი არ განისაზღვრება შენ მინახარ, რამე შენი გულით რას მსახურები. რადგინდა ის დროშკა რუსული, რომელიც ჩამორჩენილა ეს ფრანგი რო დაცინის, მაგ დროშკის შორს ვერ წახვალო, ანუ რა, ისი თქმა უნდა ილიას ამი. რომ ეს გარეგანი ინსტიტუციები შეიძლება ცვალო, ლიბერალიზმი ამას გეუბნება, მთავარი შეინარჩუნო. რწმენა, მამული და ენა. რწმენა არის საფუძველი შენი იდენტობის. ენა რაღა არის? აი ჰაიდეგერი ძალიან დიდი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსია მე-20 საუკუნის. და ლაპარაკობდა, ენა არის ჩვენი ყოფიერების სახლი. რას გულისხმობდა ამ ძალიან ღრმა წინააღმდებით ჰაიდეგერი, რომ ადამიანი ცხოვრობს სახლში, სახლიდან უყურებს თელ სამყაროს, სახლიდან ხედავს. და ითავისებს ამ სამყაროს საკუთარ სახლში. აი ენაც ესეა. განაჩვენ ენაში არ ვცხოვრობთ. ყველა ჩვენი ფასეულობა არის ენა. ენა არის კულტურის კონტეინერი, უხეშად რო ვთქვათ, მატარებელი. ჩვენი კულტურა ცხოვრობს ქართულ ენაში. ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება ხომ არაა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ენა არის ის ჭურჭელი, სადაც ინახება კულტურა. ჩვენ ადამიანები უყურებთ სამყაროს, გადავთარგმნით მათ სიტყვებში, ვადგენთ წესებს, ვადგენთ ფასეულობებს, ვადგენთ ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთისადმი, სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, მაგრამ ამას გამოსახავთ ენით. ვქნით კულტურას, ვქნით ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ფილოსოფიას, ლექსებს, მოთხრობებს. აი ეს ყველაფერი ცხოვრობს ენაში. ღმერთის სახურების უმაღლესი ინსტრუმენტი ჩვენი ენაა. ჩვენ ქრისტიანები ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს უსისხლო მსხვერპლი. თუ ძველ ხმაში ცხოველებს ყავდა სისხლიანი მსხვერპლი ქონდათ, ქრისტიანობა ეს არის უსისხლო მსხვერპლი. სიტყვით ცემთ ღმერთს თაყვანს, ეს არის ღმერთისთვის ყველაზე სასურველი. გულიდან გამოსული სიტყვები. აი უფალი ელაპარაკება სამარიტელი დედაკაცს, ღმერთის სულია და მისმა ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლმა უნდა ცენ თაყვანის სულით და ჭეშმარიტების სული განასახიერებს უნარებს, ხო? რომელიც სიტყვებში ითარგმნება და ჭეშმარიტება ცხოვრობს სიტყვებში. აი, როცა ილია ლაპარაკობს ენაზე, რა თქმა უნდა, ქართული ენის გრამატიკას არ გულისხმობს, არამედ გულისხმობს კულტურა. ამიტომ იყო, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას რო ავრცელებს მთელი ენერგია, ასე ამბობენ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ილია ჭავჭავაძისა ეს იყო ეროვნული სკოლა, ეროვნული იდენტობის სკოლა. მართლაც, აი, ქართული ენა უნდა გავრცელებულიყო ყველგან. ყველას, კიდე სვანეთ, კიდე მეგრელი, კიდე ქართლი, ყველგან ქართველ კაცს უნდა ქონდა საშუალება ზიარებოდა ტრადიციულ ქრისტიანულ ეროვნულ კულტურას. დაარსა ქართული გაზეთი ივერია, აარსებს ქართულ თეატრს. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ქართული ენა გაგვდარიყო ჩვენი ხალხის კულტურის ენა და ადმინისტრაციის ენა. მაგრამ ის უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ქრისტიანობისაკენ. მართალიაო ქრისტე ეცვაო ჯვარზეო, კაცობრიობის ვარ, ქართული ხალხიც ეცვაო ჯვარს ქრისტეს წმენისათვის. ილია ამას სიამაყით ლაპარაკობს. ჩვენ აქამდე რომ მოვედით, იმიტომ ვინარჩუნებთ ჩვენ წმენას. ძალიან მორწმუნეა ილია. მესამე ეს არის მამული. მამული როგორ ეს? მამული ესმით როგორც სიწმინდეები. არა უბრალოდ ტერიტორია. მამული ძალიან დიდი სიწმინდეა. აი ჩვენ თქვით, რომ თუ კიდე ადამიანი ღმერთთან მიიყვანო, უნდა მამულის სახურება, ანუ შენი ქვეყნის სახურება, პატრიოტიზმი ასწავლო, კარგი გაგებით. ეს აუცილებელია. მაგრამ მისი გაკერპება არ შეიძლება. რატომ ხარობს ილია როგორც თქვით ერს და არა ნაციას? იმიტომ რომ ახლა ჩვენ და სინონიმებად ხარობენ ნაციონალურ და ეროვნულ იდენტობას, მაგრამ უნდა განვასხვაოთ ესე იგი ერთმანეთისაგან. ერთ გასაგები რო გახდეს ჩემი აზრით. ნაციონალური იდენტობა ეს არის იდენტობა, რომელიც მოაქვს სახელმწიფოს. აი ახლა უცხოეთში ხშირად ლაპარაკობენ ნაციონალური იდენტობა მოქალაქეობაა, უბრალოდ ჩვენ გააქვს ერთი იურიდიული სივრცე, სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც შენი ქვეყნის, შენი ნაციის ინტერესებს იცავს. ძალიან კარგია. ასე გვესწრდეს ნაციონალური იდენტობა, ეს აუცილებელია.
მაგრამ ეროვნული იდენტობა სხვა არის. ეროვნული იდენტობა არის ფასეულებებზე ორიენტირებული. ეროვნული იდენტობა მტკიცდება შენ სინაპრებთან კავშირში, მაშინ როდესაც ნაციონალური იდენტობა არის შენს თანამედროვეებთან დაკავშირება მტკიცე ინსტიტუციონალური ფორმებით, სახელმწიფო ინსტიტუტებით. ეროვნული იდენტობა ლაპარაკობს, რაც სინაპრებმა მოგვიტანა საუნჯო იმის შენარჩუნებაა უპირველეს ყოვლისა. ერი არ არის მარტო ერთ დროში გაერთიანებული ხალხი, ერი ეს არის ერთდროულად კავშირი შენ სინაპრებთან და ადამიანებთან, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. და ეს კავშირი ხორციელდება აი ამ ფასეულობით, რომელიც წმენას ეფუძნება. და ბევრ ხალხს მოდის ესეთი შეცდომა, რომ გონიათ, რომ შენს იდენტობას დაიცავს სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ცივილიზაცია და შემდეგ. ეს არ არის სწორი. რო ავიღოთ, ეს ყველა ხალხში მეორდება შემდეგ. ავიღოთ ბიბლია, რომ იქ რა არის ნათქვამი, რას ეუბნება ებრაელ ხალხს. თუ თქვენ ჩემთან იქნებით, ჩემი რწმენა გექნება, თუ ჩემს ფასეულობებს დავიცავთ, გექნებათ ყველაფერი ძლიერი სახელმწიფო, დაცული იქნებით, მაგრამ თუ კი იმრუშებთ სხვა ხალხის ღმერთთან, ანუ შენ ღმერთს რწმენას უღალატებ. გახდებით წარმართი, მაშინ მოგივლენ მტერს და წაგაქმნილ ყველაფერს და მართლაც როდესაც იუდეველებს ჭეშმარიტი რწმენა ჰქონდათ ღმერთზე და ემსახურებოდათ, მათ ჰქონდათ ძლიერი სახელმწიფო, დავით მეფე სულ გამარჯვებული იყო. და მორწმუნე იყო ძალიან და მისი ხალხიც. და ღმერთის სახელით ყველას იმარჯვებდა და მისი შვილი სოლომონი და სოლომონის დროს იყო პიკი სახელმწიფო ძლიერებისა ისრაელის, ხო? მაგრამ როგორც დაიწყება, მე სოლომონისგან დაიწყო ეს ცოლების გამო სხვა ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა, დასუსტა და გაიყო და მე სახელმწიფოებსაც კი დაკარგეს და გაიფანტნენ ხო მთლიანად. ეს მეორდება ყველგან. ძალიან კარგია ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ თუ შენ გააკერპებ სახელმწიფოს და ჩათვლი რომ ის შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, მაშინ ყველაფერს დაკარგავ. ამის უამრავი მაგალითის აი საქართველოს ესეა. ეს ილია მიცის, თუ ძალიან კარგი ქრისტიანია და მიცის რომ თუ კიდე შენ იდენტობის აღდგენა უპირველეს ყოვლისა შენ ფასეულობების ერთგული უნდა იყო და მე ღმერთი მოგცეს სახელმწიფოებრიობას და ყველა. აი ამის რამოდენიმე მაგალითის მოყვანა მინდა თანამედროვე რომ აი ეს აზრი გამომტკიცდეს ატომა მნიშვნელოვანი. არის ესეთი ძალიან დიდი რუსი წმინდანი თეოფანე დაყუდებული ცხოვრობდა, ანუ განმარტოებული იყო, მაგრამ მიმოწერა ჰქონდა ძალიან ინტენსიური ეპისტოლარული მიმოწერა თავის სულიერ შვილებთან. და ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს წერს თეოფანე დაყუდებული ესეთ რაღაც. აი რუსეთშიო ეხლა სასუებენ არა ღმერთზე იესო ქრისტეზე, არამედ თავის იმპერიაზე. აი ჩვენ ყავს მართლმადიდებელი ცარი და მეცნიერებას და ინდუსტრიაზე. და ამის სიმბოლო იყო გერმანია. მაშინ გერმანია ყველაზე მოწინავე იყო და მთელი რუსები ოცნებოდნენ, მათი სიკადული იყო, რომ ჩვენ გავხდეთ ისე, როგორც აი გერმანელები არის. აი თქვა დოსტოევსკი რო იყო, დოსტოევსკი ძალიან პატრიოტი მწერალია, ხო? ყველგან აქევს, ყველგან გერმანელების ქება ხდებოდა, აი გოგოლსაც რო აიღებთ, ყველგან აი აფეტიშებენ გერმანელებს და როგორც ახლა თქვა აი ამერიკა დასავლური ცივილიზაცია მოწინავე და ჩვენ გვინდა რომ აი ფლაგრანტული ცივილიზაციის ნაწილი ვიყოთ, ასე იყო მაშინ გერმანია. თავისთავად განაცუდია ინდუსტრია, მეცნიერების განვითარება, ტექნოლოგია და ეს მონარქია, ამას კი არ აკრიტიკებს. თეოფანე დაყუდებულის ამბობს, რომ თუ შენ გააფეტიშებ და რწმენად და იმედზე იქნები, არა იესო ქრისტეს იმედზე, აი ამ სახელმწიფოსა და მოწინავე ტექნოლოგიებზე, ღვთაებრივი განგებულების ლოგიკა ისინი შემოგიტრიალდებიან და შემტრათ იქცევიან. იცი რა სარკლა აგიხდათ მართლაც იმართლე როგორც ეს მოხდა. რუსეთის იმპერატორი რად გადაიქცა? მოვიდა სტალინი და ლენინი, ხო? რომლებიც აი მეფეები იყვნენ, ამავინებდნენ. და დაივნიდნენ ეკლესიას და გააუბედურეს ხალხი და გერმანია შემოუყვება ორჯერ დაესხა რუსეთის თავს და განადგურების წინაშე კინაღა მიიყვანა პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს ასეთი ლოგიკაა ყოველთვის. ადამიანები, რომლებიც თავიანთი იდენტობის ყველაზე ძვირფასი შენარჩუნებას ღმერთის გარეშე ცდილობდნენ, ისი იმედია შემოუტრიალდებათ. აი, რაკი ესაა მეორე მაგალითაც მოვიყვანე. თქვენ ალბათ ბევრს გაუგიათ ფლორენციის კრება, სადაც უნია უნდა მოხდარიყო. ფერარა ფლორენციის კრება. ბიზანტიის იმპერია განადგურების წინაშე იდგა, თურქები გარშემორტყული იყო, უნდა განადგურებული იყო და უნდათ რომ დასავლეთს გაეწია დახმარება და ამის მიმართეს რომის პაპს. რომის პაპმა უთხრა, მაშინ ძლიერი იყო, ხო? ევროპა და ეუბნება, რომ ჩვენ დაგეხმარებით იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ წვენას უღალატებთ და კათოლიციზმს მიიღებთ. უნია. და ეს ფერარა ფლორენციის კრება იყო მცდელობა აი ამ უნიის, ანუ გაერთიანება მართლმადიდებლებისა და კათოლიკების ხდებოდა, როგორ ეღიარებინათ კათოლიკური დოგმები, პაპის პრიმატი და ასე შემდეგ.
ამას თითქმის ყველა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი გარდა მარკოს ეპისკოპოსზე რამოდენიმე. მე უარყვეს აღმოსავლეთის ეკლესიას უნიის მცდელობა არ გაერთიანდა. მაგრამ ბევრმა ეპისკოპოსმა უმრავლესობა მოაწერა ხელი და ერთ-ერთი ასეთი იყო რუსეთის მაშინდელი პატრიარქი წარმოშობით ბერძენი იყო. როდესაც დაბრუნდა ეს რუსეთის პატრიარქი რუსეთში, რუსეთის მაშინდელმა მეფემ გააჭერინა და თქვა რომ შენ როგორ გაბედე რომ მართლმადიდებლობას უღალატე. პოლიტიკური მიზნების გამო და ერთ-ერთ ბერს ჰქონდა გამოცხადება რომ უთხრა ღმერთმა რომ რაკი მართლმადიდებლობა დაიცვა მეფემ და არა პატრიარქმა მე წავართ რუსეთის პატრიარქს და გავაძლიერებ რუსეთის სახელმწიფოს და მართლაც აი მე პეტრე პირველმა გააუქმა საპატრიარქო ტახტი ხომ და ობერპროკურორი მართავდა რუსეთის ეკლესიას. სამაგიეროდ თითქმის აი შეიძლება თქვა სასწაულებრივად გაიზარდა რუსეთის იმპერია. მთელი ციმბირი აი ომების და იმის გარშე დაიყრეს და დაისაკუთრეს და აი მთელი პლანეტის 1/5 იყო თუმცა 1/6 აი რუსეთის იმპერიაში იყო. მაგრამ ამ წიასწარმეტყველებას მეორე მხარეც აქვს, ეგ ნათქვამია ესე, რომ მაგრამ როდესაცო აი რუსები იქნებიანო თავიანთი იმპერიის იმედზე და აი ქრისტიანობას ექსპანსიისთვის გამოიყენებენ და არა მართლმადიდებლობის დასაცავად აღუდგებათ პატრიარქი და დაიწყება შემცირება მათი იმპერიისა და მართლაც აი რევოლუციის შემდეგ აღადგინეს სტალინის დროს აღდგა რუსეთის პატრიარქი აღადგინეს ინსტიტუტი და რუსეთის იმპერიამ დაიწყო შეშტევა ტერიტორიების კარგად და ზოგიერთი წმინდა მამა რუსი ლაპარაკობს რომ აი დაბრუნდება იმ ადგილზე როგორც დაიწყო აი საიდან წარმოიშვა რუსეთის იმპერია დაუბრუნდება იმ ადგილზე. ნუ ეხლა ვინმე დაიჯერებს თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ უბრალოდ მე ამას ლაპარაკობ, იმიტომ ეს არსებობდა ძველი წმენა არსებობს ბიბლიიდან მომდინარე, რომელსაც მთელი ისტორია აჩვენებს. რომ ადამიანები თავიანთ სახელმწიფოებრიობას ინარჩუნებენ მაშინ, როდესაც ღმერთის წმენას არ ღალატობენ თავიანთ იდენტობის საფუძველს. მერე იმპერიები ინგრევა და ადამიანები ლაპარაკობენ რომ დაინგრევა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური ფაქტორები, ეკონომიკა შესუსტა, პოლიტიკოსები, მეფეები და ხელმძღვანელები ასეთ და ასეთ იყვნენ. ეს უბრალოდ გარეგანი სიმპტომებია. აი ბიბლია გულაპარაკობია ნინევია უნდა დანგრეულიყო, იმიტომ რომ ღმერთი მიატოვეს. მერე თუ დაინგრეოდა ნინევია, მერე აღმოჩნდებოდა ისტორიკოსები იტყვენ ნინევია დაინგრა, ამიტომ გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო, ასეთი მტრები ყავდა, მერე ეკონომიკა დასუსტებული იყო, ასეთი ფაქტორები იყო, შინაგანი გათიშვა. ესეც რა თქმა უნდა სწორი იქნება, მაგრამ თავარი მიზეზი რა არის? ეს არის ღმერთთან დაშორება. ეს წმინდა ადამიანებს და გამოჩენილ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ისტორიას ქმნიან და ინარჩუნებენ თავიანთ ერის იდენტობას, ეს იციან, რომ თავარი არის სახურება ღმერთის, ესენი. წმენა უნდა ქონდეს ჭეშმარიტი, შენი ენა ორიენტირებული უნდა იყოს აი ჭეშმარიტების და წმენისაკენ და ისე ქმნიდეს კულტურას და სახელმწიფო უნდა გესმოდეს როგორც სიწმინდეების მცველი. ეს სიწმინდეები როგორ იბადება, როდესაც ერს აქვს ჭეშმარიტი რწმენა და ამ რწმენის შედეგად ქმნის ეროვნულ სიწმინდეებს. იდენტობას ქმნის არა პოლიტიკოსები, არამედ ქმნის ეროვნული საზოგადოება. ეროვნული საზოგადოება ეს არის ხალხი, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ტრადიციული რელიგიური და ეროვნული ფასეულობები. ადამიანების თავში იბადება, გერმანია დაქუცმაცებული იყო. სად დაიბადა ერთიანი გერმანიის იდეა ფიხტეს და ჰეგელის თავში. ასევე იტალიაც რო გაერთიანა გამოჩენილმა ხალხმა და ილიას თავშიც იბადება ახალი ქართული სახელმწიფოების და იდენტობის იდეა. ერის და არა ნაციონალური. რომელსაც ავრცელებს თავისი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თავისი თეატრის, თავისი პუბლიცისტიკი და შემოკრებს თავის გარშემო ეროვნული საზოგადოება არის ხალხი, რომელიც აცნობიერებს და ინახავს და იცავს და ავრცელებს თავის ეროვნულ ფასეულობებს. დავით აღმაშენებელი არის უზარმაზარი მონარქი. ყველაზე წარმატებული მონარქი საქართველოს ისტორიაში. მიიღო საქართველოს გადაშენების დღეზე მდგარი მეფე, მისი მამა ვერ გადიოდა გეგუთის ციხედან, ეშინოდა ისეთი მტრები იყო გარშემო, ხომ? და გადააქცია იმ ეპოქაში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევ გეოპოლიტიკურ ძალად. და როგორ გააკეთა ეს დავით აღმაშენებელმა? გააკეთა ერთი ააგო გელათი და გაიმარჯვა დიდგორზე, მაგრამ რომ გამოხატავენ დავით აღმაშენებელს როგორც წმინდას, რითი გამოხატავენ? გამოხატავენ გელათით, იმიტომ რომ გელათი იყო სკოლა, თანამედროვე სიტყვებით ვთქვათ, ეს იყო სკოლა ეროვნული ცნობიერების. მონარქები აშენებდნენ უამრავ ტაძარს და დავით აღმაშენებელსაც ერთი გელათი ხო არა უგია, მაგრამ გელათი იყო ითვლებოდა ყველაზე დიდი დამსახურება და თვითონაც დავით აღმაშენებელი თვითონ რომ გელათი ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ? თუ გელათს დაუსახა, ამოცანა ყოფილიყო ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი. რას გულისხმობდა ამ სიტყვაში? პრეტენზია კი არა ვიღაცას რაღაცას წაართო, არამედ დავით აღმაშენებელი ფიქრობდა თუ შენ გინდა რომ საქართველოს გაძლიერდეს, გარშემორტყმულია მუსულმანური ოკეანია, ხო აგრესიული.
თუ შენ გინდა შენი სახელმწიფოება იყოს ძლიერი უპირველეს ყოვლისა რა უნდა შეინარჩუნო ის რწმენა რომელიც მოციქულებს ჰქონდათ შეურყრათ ეს არის იერუსალიმის ამის სიმბოლოა და ათინაშას გააზრებული უნდა გქონდეს კარგად ბოლომდე შენი რწმენა და ქმნიდე კულტურა შენი რწმენის გარშემო ათინა რა არის ეს არის რაციონალური გონების სიმბოლოა ყველაზე ღრმა ინტენსიური გამოყენება შენი გონებისა კულტურის შესაქმნელად აი ამას გულისხმობდა დავით აღმაშენებელი როდესაც ხალხი გაერთიანებულია ქმნის კულტურას თავისი რწმენის გარშემო ის იცავს თავის მიწასაც და აძლიერებს და რა თქმა უნდა მნიშვნელობას არ გამორიცხავს ისა დიდგორის ომისას მაგრამ წარმოვიდგინეთ თქვენ რომ დიდგორის ომში გამარჯვებული ყოფილიყო ქართველი და არ ქონოდა თავისი რწმენა ასიმილაცია მოხდებოდა მოვიდა სხვა და შეგჭამდა მაინც შეიძლება სახელმწიფო შეინარჩუნო მაგრამ ასიმილდა გვამს დაემსგავსო ჩვენ ამის მაგალითი ხო ვიცით აი რუსეთი რო ავიღოთ ბოლშევიკური ბოლშევიკებმა დაკარგეს რწმენა ქონდათ ხოლმე ტერიტორია და ებრძვიან მამულსაც რა აზრით რომ უნდათ ახალი იდენტობა ძველი ეროვნული ნაციონალური იდენტობების ანგრევენ და უნდათ ახალი აჯანყებსანდალი რაღაც საბჭოთა იდენტობა რა იყო მათი სიმბოლო სიმბოლო იყო მავზოლეუმი და ლენინის გვამი აი ზუსტად ეს არის ნიჰილიზმის სიმბოლო როდესაც დაკარგავს შენ რწმენას და მარტო სახელმწიფო სიძლიერეზე ხარ ორიენტირებული შენი სიმბოლო ხდება გვამი რომელსაც უბრალოდ ინახავ უამრავი ხალხია ესე რომელიც გვამურად არსებობს აი ცოცხალი ვართ მაშინ როდესაც სხეული ცოცხლობს და ეს სისხლის მიმოქცევა ხდება სუნთქად და ეს სუნთქვა განასახიერებს მიღება გარედან მიღება ხარის სუნთქვა განასახიერებს ღმერთის რწმენას თუ კი ადამიანი ვეღარ სუნთქავს ღმერთის რწმენა აღარ აქვს მაშინ კვდება და რჩება მისი ჩონჩხი მაგრამ გვამია ხო აი ასე უამრავი ხალხია რომელსაც აღარ აქვს საფუძველი ეროვნული იდენტობის და იმედზია მხოლოდ სახელმწიფოზე ფაქტურად გვამურად აგზელებს არსებობას თანამედროვე სამყაროში აი ლაპარაკობენ ფრანგი ვინ არის გერმანელი უბრალოდ პასპორტია მეტი არაფერი თუ შენ მოქალაქე ხარ გელაპარაკებ რომ შენი იდენტობა არის ფრანგის და გერმანელის მე იმას კი ვლაპარაკობ რომ შენი მოქალაქე და შენი პასპორტი რო აქვს დაჩაგრო მაგრამ როგორც ადამიანი არ დაიყვანება მხოლოდ მის სხეულზე და ასაცველზე ასე არ დაიყვანება ერი მხოლოდ მის გეოპოლიტიკურ საზღვრებზე და მის იურიდიულ სივრცეზე აი ესა ილია ჭავჭავაძე ამას ხედავს უპირველეს ყოვლისა რომ ამის დაცვაა საჭირო ილია ჭავჭავაძეს ესე იქცეოდა დავით აღმაშენებელიც ასეთი იყო და ყველა ქართველი პოლიტიკური მოღვაწე იქნება თუ ეროვნული მოღვაწე იქნება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ილიასაური ტრიადა მამული ენა და სარწმუნოება ეხლა უბრალოდ ილიამ რო შეცვალა და პირველად მამული დააყენეს იმიტომ კი არა რომ ქრისტიანულ რწმენას მეორე ხარისხოვან და რა თქმა უნდა არა იმიტომ რომ ადრე მორწმუნე იყო ხალხი და რწმენით იწყებდნენ სხვა ელემენტების ჩამოყალიბებას და ის ეპოქა უკვე ილიას ეპოქის დროს რაკი ხალხი ეკლესიაში აღარ დადეს უკვე გაწარმარდა იმიტომ რომ რუსული ეკლესია იყო ამიტომ პატრიოტიზმის დაწყებული იყო მამული ენა სარწმუნოება ეს ერთი და მეორე კიდე რა იყო რომ აჭარა უნდა შემოერთებინათ აჭარა არ იყო მაშინ ქრისტიანი ხო და ილია ლაპარაკობს რომ ამიტომ თუ ასე მამული შენ ისტორია უნდა გაიხსენო შენი სიწმინდეები უნდა გაიხსენო რომ მოგეშინიათო თქვენო რომ ლაპარაკობს თავის პუბლიცისტიკაში ილია რომ აჭარლები მუსულმანები არიანო თუ შენ კარგი ქრისტიანი ხარ პატივი ეცი იმ ადამიანის რწმენასაც აი სამაგალითოა ბევრი თვალსაზრისით ილია ჭავჭავაძე იყო სამაგალითო და ჩვენი ძლიერი სახელმწიფოების აგება ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება უნდა მისდევდეს ილიასეულ გზას აი დაცვას აი ამ საუნჯისას ენა მამული სარწმუნოება მაგრამ ეს ტრიადის საფუძველი არის სარწმუნოება მადლობა ყურადღებისთვის